ალო, მაგ, ველაპარაკე ირინას. ხო რა, უმარი არაო. რა არაო, აქვთ რაღაცეები. ხოდა ხე გაფუჭებული ტელეფონი რო არ ვითამაშოთ, შენ შეაგროვე CV, საბუთები და ხვალანზე გმიდი. მე თვითონ გეტყვიან რა და როგორ. აუ, ეკა ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ გადავწყვიტე, რომ კოკასთან წავედი სასწავლებლად. მართლა? ხო, არ მინდა გჩაბარება იქ მიჩვენე. ძალიან კარგი, მაგრამ ჩაპეს ველაპარაკე უკვე. ხო იცი რა გასაპირებს დასვლას. ხო და ჯიარში გვინდა მომზადება. იკა მომისმენებლად ვირკალი რაღაცას. თუ გინდა შენც ჩადება იქ. და წილში შემოგიშვებთ. არა, შეხედე რა, ეს კადრული. შეხედე. მე კი არა შეერებს კადრულობ, ამ ხელა კაცხარ არ მსხვენია. ეხა მანქანის დაწვრევაზე კი არა. სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც გიჩივლებ შენ. შენ რა ხელი გაუშვა. ხელი ხვენი. ასაკი. შენთვის რაღაც რა არის? საქველმოქმედო კონცერტის ბილეთები. მე ვერ ვახერხებ წასვლას და შენ წათი. და მე წაიყვანე. დიდი მადლობა. რათო? რა იყო? ჩაიცვი რა ლიზიკოს ტომარი. გაზიანი არ არის არაფერი? თუ არის მან უნდა იყოს. არ არის. ამას იგი არ არის. ეხლა ლიზიკოს დაუძახე რა. ჩაიცვი და დავუძახე. და მაღაზიაში ჩაუშვი რა. ჩაიცვი და ჩაუშვა. ვიცი. ორიც უნდა მოვატანო. ლიზი დე. ჩადი რა გახვაწები მაღაზიაში პური ამოიტანე და მამას მინერალური წამოუღე. შენ რამე ვალი ხო არ გაქვს და გადავიხარე. ლიზიკო, მამა მალექენი რა გეხვეწები. ბებია შენს გამოვაჩი. დათო. აი მიდი ჩემ ჯიბეშია და აი. რას გამოწყობი ხარ რა? შეგას მოყოლი სადაც. სად? ექიმთან. მიდი რა კვერცხი შემიძლია. თუ არ გეტყვით ვიხართ, ეხლავე გავდიშავ ტელეფონს. მერე? რას მეუბნებით? რას ისულელეს მეუბნებით?
საერთოდ ვინ მოგცემთ ჩემი ტელეფონი? და ვინ დაგავალათ აქ დარეკვა, გამაგებინეთ. მერე? მერე? როდის? დღეს ვიწმდა გაგვაოცო ნანა. ისეთი არაფერი. ჯერ დასინჯეთ და მითხარით მოგეწონებათ. როდის არ მოგწონებია ნანა. ან მე ამ ბავშვებს ან ამაზის კოკას არ ჩვენ გაბრალებს. წონაში რო მოიმართა. ხო, სულ მეხუმრებოდა რომ უგემური მაინც გააკეთე, თორე შარურებში ვეღარ ვეტევია. არო თქვას ოდეს ბრუნდება? ეკაც დამბრუნებელი აღარ არის. ეს კი არა, ანი მითხრა, უნდა წავიდეო. მართლა, რას მოვიდა? არ ვიცი. ინგლისურში მომამზადეო, კოკასთან მინდა წასვლაო. ჯერ ერთი მენეტრებო და ეხა მეორე. რას ამბობ? რას დავეძებ? იმას რახან დაშურდა. დღეს მოვასწავლებელი. ძალიან მიხარია, ჭკვიანი გოგო. რუსლან გიორგის რამე პრობლემებია? გამოსწორებული არაფერი, მთელ დღეს ახში უნდა იჯდეს და ფეხი არ გაადგას. მე თუ მკითხავ, ეგეც ცოტა მაგისტრის. კი, მაგრამ ასეთი რა დააშავა. არაფერი ისეთი უსიამოვნება მოუვიდა. ეს კაცი კი გადაარია, გააგიჟებენ ერთ დღესაც. რა უნდა გთხოვო, ნანა? ეს ახლა მთელი დღეები სახში იქნება. ვიცი რა ცუდი მჭამელიც არის. ეხლა რაღაცები ისეთ გაუკეთე, რომ შიმშილით არ მკვდეს. რა გაუკეთე? რა ვიცი რას გაიგებ, მაგისაც კითხე. კარგი, ჯერ მოვუჩები ამას და მე აუცილებლად ვკითხავ. მე შენ ფულს დაგიტოვებ. ყველაფერი იყიდე გიორგისთვისაც. და მასწავლებელსაც გაუმასპინძელ უცხოელებთან. ხო, კარგი ჩავალ და ვეტყვი ყველაფერს. შენ სადმე შორს თუ დაგჭირდეს წახლა, ახოს უთხარ ფეხით არ წახლა. არა, აქვე ჩავალ მარკეტში და ვეღირი არაფერი. მაგრამ მოგცემ ფულს. ხო, კარგი. დედა, რა მოხდა თქვი? მამა შენი მყავად ამხალობ. საიდან მოვიდა? ვიცი და მე რა გეცა. ხა ყველაფერი ვიცი. აი მე რა გამიგეთა, ღმერთო რა გამიგეთა. ვინ დაგირაკა? არ ვიცი. არ ვიცი მე დამირეკა, მაგრამ ისეთი რაღაცეები მითხრა რომ იდიოტი ვარ. აი მე სულ ვისთან გავატოთ გიქრეს? არა, მაგრამ ეს გაუთავებელი სამსახური გვიანობამდე საქმეები, შეხვედრები თავს ვიტყვიებდი რა. იდიოტი ვარ, შენ თავს ვიცავ. აი, იქნებ ვიღაცას მამას გაბრაზება უნდა და მამას დაელაპარაკე? გახურდება დაწყნა. რა გამიგედა, დედა, რა გამიგედა. იდიოტი ვარ და. სულ გაგის და ეს კაცი? ის ტაქსისტი არ ჩასწრა პატიოსანი კაცი. და რა მინდა? როგორც გამოჩნდა გიორგის მართლა მიუცია ის ფული, მე იმა კიდე მოსთხოვა, ამანაც კიდევ მისცა, მაგრამ არ გაჩერდა. კიდე ითხოვდა. კაი ინტრიგანი ტიპი ჩანს. უსვენა, მოდი ვიცი რა ხე. ხვალ ორევე მომიყვანე და მე დავადაბარები. კარგი დავუკავშირდები, კარგი.
ძლივს გამოვაღწია, პურზე ჩავდივარ, თქო ვითხარი. ვინ იყო, ვინ დარიგა? რა ვიცი მე, ნათია ელაპარაკა. შენ რო გითხარი სხვა რა? არა, კახა ეგ არ ყოფილა. რატო ხარ ასე დარწმუნებული? აი მე იმიტომ რომ თქმა თუ უნდა და ნათიას დაურეკავდა პირდაპირ და მე არ მოთხოვდა. აბა ვინ იყო? არ ვიცი რა. ფაქტია რა ნათიას უთხრეს რომ საყვარელი ყავს. ან ხარ საყვარელი. შენ ხო გითხარი, არა, ერთხელ იყო და მორჩა. ხო, ეგ ნათიას აუხსენი თუ დაგელაპარაკა საერთოდ. ესეთ გამწარებულია რომ ძლივს დავაწყნარეთ. კარგი, ადი ხარ შენ. მე საღამოს მოვალ. მიდი ხარ შენ სადმე? ხო, ლექცია მაქვს. აი მოკლედ საღამოს მოვალ და დაველაპარაკო. კაი. მე გავაღებ. Hello. Welcome. You must be Annie. Yes. What a nice apartment. Thank you. My mom Rusidan. Gamajova. Please. Okay, I think today we'll just start. წამარა იქით დავსწრებ ხანზეა. შე რა თქინდა ქცივა? არა, პრესტა დაგასმე. აი, მოდი შენ იქ დაჯექი. მე გავა, ლევუს ნახარს დაგიწრევ და მოვა. შენი მარინაზე რა გამოხდი არ გინდა და ნახე რა მთელი ბავშვობა გავატარე და რამდენი ხანი იყო ეხა შეხედე რა თქმა. აი, რებზე ნერვი, კაი. რო ვიღარ ისურთებ ვერე ნახე. გაიკიდე რა, აღარ იქნება იქ პარკი და წახვამე სხვა პარკში. ეგრე ფიქრობდი და კიდევ არაფერი არ გამო. და როიცავა ქალების ობლებს დაიცავი შენ. ხეებს. დავიცავ. დაგსვა. არა. აუ მოდი ადექდა სელფი გადავიღოთ ერთად. ოსკარის სელფი? არა, რავი. ჩემი მეგობარი იყო ხოლმე მარიამი და მეც მინდა ძალიან. აი, არ უნდა წამო ჩვენ გადავიდეთ. კაი. არ არის საჭირო წინასახი. ეხავს რა კონკრეტულად. შენ როდიდან მოგწევს ერთიებობა? რა შენი საქმეა? წადით დინა მიიღე ზაგარი და დამშვი. შეხედე ხა ამა და როგორ უნდა იყო პროსტა მშვიდად. ძალიან დიდი მადლობა ნახვამდის. ნინო! გაშვები ნინო. რა ვიცი. აქ იყავი გასაუბრებაზე? ხო, ჩამოვედი და მეძებს სამსახურს. როგორ მოიარე? აი, სრული შოკია, სრული შოკია. სადავ ყოფილვარ, მაგრამ ესეთი მართლა არაფერი არ მინახია. მაინც როგორი შეკითხვები იყო? აუ, რავი იყო რა. აი რა, აი ლონდონში რო ვიყავი, ვაფშე სხვა დონე იყო. მართალია პირველად არ იყო ჩემი კასლა, მაგრამ ბრიტანეთი მართლა სხვა დონეა. ისა, შემდეგ შემოვიდესო რა. ჰეი, რა შვებ გოგო გეძებდი? არაფერი, კაფეში ვარ, გოგოები და მათ შეშალ. აუ, არა, ბევრი საქმე მაქვს რა, ვერ მოვასწრებ. მოგვენატრე რა უკვე. ნახოთ, როგორც კი მოვჩვენთ რაღაც საქმე. კაი, ის მეგონა რა მოწამოგება? არა, იყოს, ჩავიყვენ მე მე. ისე უფროსი რო გახდი, მესამეშოს გოგოები უნდა დაგვიდეს. კაი, რა, სოფო. კაი, მიდი, კაცი. შენ გადამარჩინე. კარგი რა გადადარჩინე. არა შედრომე რომ ახლა არ ვიცი რა მაშინ. შენ ხო კარგად. ხო, ისეთი არაფერი. მოხდა რა მე? უბრალოდ გასაქცევი ვარ. ეს აუდიტორია 1 საათი აქვს. დაურიგე ეს ფურცლები, მე გამოგარცვა. მოკლედ, რაღაც ადამიანი წავედი. იმედია რომ არ დამჭირდება და რა. კიდევ ერთხელ მადლობა. ნინო. რამე დახმარება ხო არ შეიძლება, რაღაც არ მომწონს. არა, არაფერი, მართლა. მადლობთ.
რა გჭირს? თელ დღეს ახლა ჩამოგწევი. ურავი სერიალი მაქვს სახლში. რატომ მოხდა კიდე რამე? ხო, ნათიამ გაიგო რომ კახა საყვარელი ყავს. კაი, საიდან? არ ვიცი, ვიღაცამ დარეკა სახლში და უთხრა. და ვინ იყო? წარმოგდგენა არ მაქვს. ხო. ისეთი ცუდი იყო. ნათია ტირო და კახა ჩემზე იყო გაბრაზებული, ეგონა რომ მე ვუთხარი ყველაფერი. მე არ დამირეკავს, ხო იცი? აი ვიცი რა სისულელეა, პროსტა ძალიან მაინტერესებს ვინ იყო. ძალიან ცუდა იდეა შენი. ხო, გაბრაზებულია და ნაწყენიც. ვეღარ გავიგე რა უნდა მეთქვა, პირდაპირ მეთქვა რომ მართალია თუ დამემშვიდებინო რა მოკლედ. წარმომიდგენია პროსტა რა ცუდად. თან დეგენერატმა ყველაფერი უთხრა სად და როდის დაინახა. კაი, მართლა. აი რო არ ვიცოდი ზუსტად რომ მართლა გავატობ და არ დავიჯერებდი, ისე დებილურად მოხდა ყველაფერი. და ახლა კიდე სახლში უნდა მივიდე. კიდე ჩემთან დარჩი? არა. საღამოს რო დაილაპარაკებენ, განერვიულდება ნათია და არ მინდა რომ მარტო დავტოვო კიდე. დამირეკე ხო იცი? აბა როგორ მიდის შენ დიეტის საქმე? აუ ისე მეცხოვარ დავიწყო. კარგი რა სოფო. გოგო, იცი რა სოფო გრძნობ თავს. და დღეში რამდენჯერ ჭა? ნუ 6-მდე რასაც მოვასწრებ. ცოტა კარტოფილი, სტაფილო, ნუ ძირითადად სოფოსნეულია. აი მე მეცხოვარ ცადო ეგა. ო, კაი რა. გავსუხდი სოფო ცოტა. ნუ არა, ახლა გასუქებით არ გასუქებო ხართ, მაგრამ როცადად ისე არ იქნება, ვიკო. კეთის ჩავაწერი ამასინა, იცი როგორ გბაყოფილია? ული, კეთი ვნახე რა ცოტა ხნის წინ. მე რატო არ ჩამოვიდა? რა ვიცი, მილიონი საქმე მაქვსო. აუ მეწოდება ეგ გოგო რა. ყველაფერს მაგას როგორ ავალებს? რა ვიცი, იმდენი რაღაც დამავალა, რომ საჭმელად ვერ ვიციო, ცოდოა. მეც ისე იშვიათად ნახულობ უკვე, რომ მართლა მომენატრა რა. ამას ნახ ნახე, ხო 2 წუთით სულ, მაგრამ ისეთი დაღლილი იყო, რომ ის სიტყვაზე ვერ აბავდა. უნდა უხაროდეს, რომ დააწინაუროს და საწყალი იტანჯება, ნუ. ო, კაი რა, ამდენ რაღაცას იმიტომ ავალებს, რომ უიჭველი ეჩამეჩება. ო, კარგი ეხლა. დაიწყო ახლა. შეხედე როგორ უყურებს და მიხვდები. როგორ უყურებს? თვალებით ჭამს ბაია. სოფო მორჩი ეხლა. კეთი არ არის ის გოგო უფროსებთან რო იღლაბურცოს. კეთი არ არის სამაგიეროდ ის ბიჭი არის. ასეა თუ ისე, კეთი დიტოს ზედმეტის უფლებას არ მისცემს. გამოჩნდება. What do you think? How was it? Very nicely done. Looking forward to next time. Till tomorrow. Okay, till tomorrow. Bye. It's fine. Yeah. მე სულ ეგრე არ ვარ. შენ არ გიწყო. იმიტომ რომ ვარჯიშობ და თან ველოსიპედი სპორტია. ტომატისპინი გინდა? კი გასწრებს. მამა ხმარი. ავიცი რა მევასება ჯონათანში, აი რაღაცას რომ ვერ გაიგებ და ახსნა არ ეზარება. ვერ დავიძახე? სარეცხი შემბარ. მიდით ესხედი თქვენ და მე მოგხედო. ხო კარეს. დღეს? კი მცალია. ოკეი, კაი, კაცნა. კარი საიყავ. ეს მიდივარ პარკში კარგი ამიგია. ხო, მას. გაიჩიტე შენ წელი და? ხო და თან ტარებას გასწავლით ხო? კაი, თან კოკა მიხარა იქ სულ ველოსიპედები დადიანო. ანუ მოდიხარ. ხო. ხო, აუ ესეთი პრეტენზიული არაფერი მინახავს რა. რა შევპერმენი სწავლობს? კი, კაი გოგოა, შრომის მოყარე. არ ჭირს. პრინციპში არა, თმაზე უფრო მეტად მანიკური აინტერესებს. ხშირ შემთხვევაში უფრო იასთან ზის.
ხო არა. ერთ-ორ კლიენტსაც მოიმსახურა უკვე. ხო, ეგ ვიცი, ეხლა ზიასთან რაღაცებს ასწავლის და ძალიან გთხოვ შენ სასწავლე რა რაღაცეები, მინდა რომ ყველაფერი იცოდეს და იქნება ეგეც კარგად გამოუვიდეს. აბა რას ვიზა? მე ნელა-ნელა შევატყობთ, რისი ნიჭი ექნება და რისი არა. ხა მე რაც ვიცი, რამდენიმე თვეში ყველაფერს ვასწავლი და როგორი სტილისტი დადგება, ეგ უკვე ნიჭის. ნუ ხო რა თქმა უნდა, წავედი. აი, კარგად. მათი რა შვებია? რა ვეაკეთებ? ხარ შეგაწუხა? არა, შემოწუხა. აი მართლა. ლიზიკო, როგორ ხარ? კესო, დედი არ წავიდეთ? არა, რა დაგთხო? აუ, დარჩით რა, ჯერ არ დაგმთავრები. და ხვალ რო დაამთავროთ. ხო, დილით უნდა მივიტანო სკოლაში. კაი, წამოყავა და. მიდი რა, შეხო გიყვარს ყავა. კაი, დავილიო და თან მომიყევი და დაიცამრო. დაჯე. მოდი რა მომიყევი რა ქენი გასაუბრებაზე. აუ რა გოგო არ ვარ ნაყოფილი. რატო? აუ რა ვისათად მიმკითხავს ვერაფერზე წესერად ვერ უპასუხ. რა კითხეს ამისთან? რა სამუშაო გამოცდილებაზე და ვერაფერი ვერ უპასუხ საერთოდ. თან იქ ისეთი გოგოები იყო ლონდონში ნამუშევარი და პარიზში განათლება მიღებული და რა. კაი რა, ეგეთ გოგოებს მე აქვს თბილისი და თავში არაფერი არ უყრიათ. აუ რა. შენ მაგაზე არ იფიქრო რა, მე დაურეკავ დღეს და გავარკვევ შენობა. კაი. Welcome to the club. ვა, ანი როგორ ხარ? კარგად, შენ? კარგად. რა შევით? ანის უნდა ვასწავლო ველოსიპედის ტარება. ვა, საღო, რამ გადაგაწყვეტინე? დავი, ჩემს მასთან მიდივარ და იქ დამჭირდება. კარგია. ბიჭებო, მოდით ანი უნდა გაგაცნოთ, შეպես მეგობარი. ოღონდ ჯერ გამოსდა უნდა ჩააბარო. რა გამოსდა? ტარება უნდა ისწავლო. გაიცანი ესაა, თო? შეპეზე უნდა ნაკლებად ხიფათიანია. ბატონი. ისა ცოტნე. ესეც ახალია. მოკლედ, ანის ვასწავლე ველოსიპედის ტარებას. კარგი, მოკლედ, ეხლა შენ ანიდე ცოტნე ჩაიბარე. ჩვენ ცოტას გავიკატავებთ, ხო? ცოტნეც ახალი ეხლა სწავლობს და ჩვენ ერთად იქნება, ხო? შენ იცი როგორ ვისწავლე მეტარება? ჩემმა ძმამ დავსვა დაღმართზე და ესე მithქრა მხოლოდ წონასწორობა უნდა დაიკავო, ხო და შენც წონასწორობა დაიკავე რა. დანარჩენს შენ დაამოღამებ. წავედით? წავედით. პრივეტ, ძალიან დამაგვიანდა. არა, უშავ, შენს მე მაინც არავინ მყავს ჩაწერილი. მაკაი. როგორ ახარ? აუ რა ვიცი, საგიჟეთი მაქვს ჩვეულებრივი. ორი დღეა ვერ მოვიცალე რომ მოვიდე. აბა როგორ გვინდა? გამისწორი ჩვეულებრივად, მეტი არაფერი. კაი. ელენე, ხო ხედავ ხელს მიშლი. უნდა მიხვდე არა? შეხედე რა ანის როგორ დადის. ასე მეც დავდივო. რას დადიხარ ხელები გიკანკალებს? გესტარდება? აუ კი ძალიან პროსტა აი მოხევა მიჭირს რა. მოხევა არის მთავარი თორე სწორზე ყველა დადის. მაგალითად შენ ხო? მომისმინე. თავი არის საჭე დაიჭირო რაც შეიძლება მჭიდრო და მე ძალიან მარტივია რა. ხო მარტივია. შეხედე რა და ახლა შენ გააკეთე იგივე. საღოვანი, საღო. როგორც გითხარი, წონასწორობაა მთავარი რა. შენ ხო არაფერი გეშველა რა.
ჩვენი ახალი უფროსი როგორ დიდია? გაიცანი კარგად? აუ, რა ვიცი, როგორც უფროსი, განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ თქვენი არ უნდა იყოს რა, ცუდი ადამიანი. და ეხლა უფრო დაკავებული ხარ, ხო? აუ, არ მკითხო რა. სახლში როდის ვიყავი ბოლოს არ მახსოვს. კაი, რა მართლა ეგეთაში ხარ? აუ, ძალიან თან. ნანა სადა? სამსახურში. ესე გვიანობამდე? ხო, გუშინ არ იყო და უგროვდებოდა საქმე და ეხლა მიასკდებოდა ეხლა წელს, ხო ვიცი მაგის ამბავი. კაი, წავედით რა, თორე დავაბიარებ. მოვდივარ, მოვდივარ. მალე. მოვჩი. მოდი. გარჩები ეგრე გაპრანჭული. მოვდივარ. მე ტელეფონი. როგორ ხარ ჩემო უსაყვარლესო მეგობრებო, ა? გააჩნია რა გინდა და რა ჩაიგენ. აი რა მოკუშ რა უნდა ჩამედინაო. მომენადრე. მაშ კარგად. შენ ლეილა სად არის? რა გინდა შენ ლეილასგან? რა უნდა მინდა დავაპარაკება რა. დათო. აუ აი რა მოკუშ რა. ხო შეიძლება ერთხელ მაინც რომ დამიჯეროა რა ცხოვრებაში და. აი რატო ხარ ესეთ დარწმუნებული? ესე დარწმუნებული იმიტომ რომ ვინც ეს ბიზნესი დაიწყო ხო მაგოშ ყველა მაგრად არის ახლა იმ მანქანა ხო დატოვა რა 1000 დოლარი ჰა შენი თვალით ხო ნახე რომ დატოვა ხო მე ხო და ეს ტრაილერი მე ორჯერ და სამჯერ მაღაზიაზე მე დატოვებს და შეერთხელ და სამუდამოდ ხო უნდა გავიმართოთ რა მაგოშ წელში რა ავი დიდი სახლი ბავშვს დასასვენებლად სადაც მინდა იქ წავიყვან თუ მინდა ზამთარში გინდა ზაფხულში წავიყვან ხოლმე რა არ გინდა და ხო გინდა ეს ფული მარტო ჩემთვის კი არ მინდა და არჩი ბახას ბრატია რა ერთი რა იცი როგორ ცხოვრობენ სოფელში ქონდათ ნაკვეთი რა მიწის აზში სადღაცას და ამ ტიპმა იმდენი იჩალიჩა რომ ეხლა სამი ბინა აქვს თბილისში წელსაც მანქანა უყიდავს თუმაც მანქანა ყავს და ეხლა ბავშვი უყიდა მანქანა და შენ არ გინდა მანქანა მე ახალ წელს პარიზი იქნება თუ რა ვიცი რომი იქნება სადაც გინდა და აფიქრდი რა მაგას ჩემ თავს გაბიცე რა კაი რა დათო რა ოცნების კოშკების გჯერა აუ არ არის რა ოცნების კოშკები რა ის დედამოწმული რა აფიქრდი რა აი, სულ ყველაფერს რომ თავი დაანებო, ლეილას ბინას ჩაადებინე. აი, მაგუშ ლეილა როგორ ვერ დაგიკერია და. შენ დიაჩემი ესე ადვილი დასაკერებლანია, ხო? არ გახსოვს ჩვენ ამბავზე რა დღეში იყო? ძლივ შემოვერეგე. ხო შეუსრულეთ მაინც, ა? გთხოვ რა მაგუშა. ეს ცანცარა ბავშვი ხო არა ვარ, რომ ავდგე და ეგრევე მოვისროლო ეს ფული რა. კარგი შენ ლეილას გაუიასნე და მორჩა რა. მე არ ვიცი დათო რა. რა არის მაგაში? ჩემ თავს გავიცი რა. ცდი. რა ცდი დროში ვიწვევით უკვე და. კაი მოვიფიქრებ რომ ეს არ ვიცი. საყვარლესი. სორი ხაში. გამოვედით. რამდენ ხანში მოხდა? კაი, რომ მოგვიახლოვდებით არაკე. კაი. აგალი ხო? ხო, სამსახურს ამთავრებს და სანამ გამოგვივლის დრო გვაქვს. რა კონცერტი იყო, არა? კიდე ემოციებში ვარ. აი მეც. გამარჯობა. ხილის ჩაი გააქვთ? მე მინდა ერთი. მეც და წყალი, რომ წყალი მანამდე მომიტანეთ. წარმოვიდი მოხდეს. რასო? აი, მახარაკით ამიყავი, რო გეუბნები. ხო, რა უმე? რა ვიცი, კეთი იმედი არის, ეს რაღაც ახალი წამალი დამინიშნა დღეში სამჯერში. კარგი ექიმი ჩანს? იცი რა, ვინც ეს კურსი ჩაიტარა 80% დავარსულდა. ყველაფერი კარგად იქნება. აი, ცინგინეთთან ვიყავი, უკვე ვეღარ ვიცი. მე რა, მედიცინა იცი როგორ არის განვითარებული მაგარი. ყოველდღე იგონებენ ახალ საშუალებებს. რა ვიცი, ჩვენ არც ერთი არ გამოგვიყვება. აი ნახავ.
მოიცადე და ვიღაცა დედა მოტყნული ზარის გამო ანგრევ ოჯახს. რომელი ზარის? თუ ტყუილი მითხრეს. ნათია იმის ნახო თუმ გამელაპარაკო და მომისმინოთ. ნახვედრებ აქ ჩემოდენებს და მზადხარ ჩვენი ოჯახი ესეთ ერთი ხელის ფოსტი დააგრიო. რომელი ოჯახი? რომელი ოჯახი? ამდენი ხანი ტყუილში რომ აწხოვრებდი? არა მოგისმინე, ხო მოგისმინე და რა მითხარი მე? არა ერთი არგუმენტი მაინც თუ გაქვს, ერთი რომ დავიიმართლო მითხარი. გაგი ხო, მე ხა წავალ, მაგრამ შენ უნდა დამშვიდდე. მე მოვალ მერე დაგელაპარაკები და ყველაფერს აგიხსნი. ასე მიხსნი. ხალხს როგორ ამიხსნი ადამიანო? არა რა, ვაშკაცობაც არ ყოფნის, გახარა აქ და კიდე თვალებში მეუბნები და მათხოვე. ხო თქვი, აბა შემომხედე თვალებში და თქვი რომ ტყუილია ეს ყველაფერი. თქვი რომ ყავდა საყვარელი, ყავდა და პალატობდი. ყავდა მაგის დედაც მოწყა ყავდა. ხოდა. ხა ძალიან აკეთო რა. აი ხა ჩემოდები და გადი გეხვეწები ამ სახლიდან რა. აი უკენი დახლები რო არ გავყევით რა. ხო რა, შენ თუ ესე გაგზელა სულ დარჩები. ესე როგორ? როგორ და უზერულად. ჩემთვის გავს, ზღვაზე რა მეხანია. აი გეყოფათ ახლა ოცნება. გაფრინდებით. გავფრინდებით, ლეილა, გავფრინდებით. და იქნებ უბრალოდ ვიღაცას თქვენი ოჯახის დანგრევა უნდოდა. და ტყუილია ეს ყველაფერი. ვის? მოკლედ თვითონ რაღაცები შესვავდა, საქართველოს პაკეტებთან დაკავშირებით რა და ხო მომეხმარეო და უკვირაში დაგვედგეთ შეხვედრა და უნდა გაყვე. შეხედე შენ, ახალი მოსულია და უკვირა დღეშია. აუ წავიდეთ რა. აი მოჩეს ბა. ო ძალიან დავიღალა. 15 წუთი და. აი შენ ცხოვრამის და მეც ისე შეგისული. ისე გაგაქრო. საკუთარი ოჯახი კი არა, პოლიციაც ვერ გიპოვის ვერას.